მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანი არ გქონია ლაივები, ეხლა კი გვიანია, მაგრამ ეხლა მოვიცალე, იმისთვის რომ გავაკეთოთ მოკლედ პირდაპირ ეთერი, ვინც ვერ დაესწრება დავუშვათ პირდაპირ ეთერს, მე ნახავენ ჩანაწერს, ამიტომ არ არის ეს პრობლემა. მე თან უნდა დავანთო პაუზანტო, რომელიც უკვე ძალიან ცოტა დამჭა, რეალურად, აი, პატარა. იმიტომ რომ ყოველდღურად ვიყენებ მართლა ძალიან კარგია. Ну, რა თქმა უნდა, საკმაოდაც ვიყენებ საკმაოდთან ერთად, კიდევ ძალიან კარგად მუშაობს. კი ბატონო, ეს აქ დავდოთ. თავის საქმეს გააკეთებს და ჩვენ უნდა ვისაუბროთ საკმაოდ მნიშვნელოვან პლანეტარულ მოვლენებზე, რაც გვაქვს ახლა. ეს არის პლანეტების უმრავლესობა გვაქვს ახლა ვერდის ზოდიაქოს ნიშანში, მეგობრებო. რაც თავის მხრივ საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ვერძი, როგორც პირველი ნიშანი, როგორც მარსის ნიშანი, ცეცხლოვანი ენერგიების მქონე ნიშანი, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანზე აქვს ახლა ამას გავლენა, რომ ჩვენ გვინდება რაღაცების წამოწყება, უფრო აქტიურები და დინამიურები ვხდებით. და აი, განსაკუთრებით საინტერესო მომენტია, რომ თქვენ ახლა ვინც იცით თქვენი პირადი რუკა, რომელი პლანეტა გაქვთ ვერდში დავუშვათ, აი, ვენერა, მარსი, მთვარე თუ მზე, ან რომელი სახლი თუ საათიც ვიცით, ხო? რომელი სახლი გაქვთ თქვენ პირადად ვერდში, იმ ასტროლოგიური სახლის სფერო გააქტიურდება. ახლა ვისაც მე-7 სახლი აქვს დავუშვათ ვერდში, ხო? ანუ დესცენდენტი ვერძი ვინც არის ნატალური რუკის მიხედვით, ახლა უფრო გაუაქტიურდებათ პარტნიორული ურთიერთობების თემა. ან უფრო მეც იფიქრებენ პარტნიორულ ურთიერთობებზე, ან შეიძლება რაღაცა სერიოზული, ასე ვთქვათ, ურთიერთობების წამოწყების პერსპექტივაც იყოს. ეს გააჩნია რა პლანეტები გაქვთ კიდევ ტრანზიტულად მე-7 სახლში და როგორი ასპექტირებებია ტრანზიტების მიხედვით, მაგრამ რა ნიშანშიც კი არა და რომელ სახლშიც დგას ახლა ვერძი, იმ სახლის სფერო გააქტიურდება. მეორეში დგას ფინანსები გააქტიურდება, მერვეში დგას კრიზისები გააქტიურდება, ხო? ამავდროულად დიდი ფინანსების სახლიც არის მერვე. მეცხრეში თუ არის, ეს არის უკვე უმაღლესი სასწავლებლები, განათლება და უცხოეთი ემიგრაცია, მოგზაურობა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კარგი არის, რომ ვინც იცით თქვენი პირადი რუკა, ნახოთ დავუშვათ რა პლანეტა დგას ვერდში, ან რომელი სახლი გაქვთ ვერდში. თუ პლანეტარულად არ გვაქვს ვერძის გავლენა, რომელი ასტროლოგიური სახლი დგას ვერდში, რომელი რაღაცა იქნება. ამიტომ კარგი არის, რომ ესეც შეამოწმოთ და ამით უფრო გაიგებთ თქვენზე ეს სტელიუმი ვერდში, ხო, ანუ შეერთებები პლანეტარული ვერდში, როგორი იქნება, დადებითის მომტანი იქნება თუ ნეგატივის. ახლა ამ ყველაფერს მხოლოდ ეს გვეტყვის. ამ შემთხვევაში ანუ რა სახლი დგას და რა პლანეტარული კონფიგურაცია არის ვერძის ნიშანთან მიმართებაში. და რა თქმა უნდა, უკვე მზე შევიდა კუროში, კუროების პერიოდი დადგა, მეგობრებო, ახლა ეს კარგი პერიოდი არის მიწის ნიშნებისთვის, ეს არის თხის რქა, კურო, ქალწული და ამავდროულად უნდა ვთქვათ, ვის აქვს ენერგიის დაქვეითების პერიოდი, ახლა მორიელებს და ტყუპებს. ამიტომ კარგი არის, რომ ამ ორმა ნიშანმა მეტად დაისვანონ, ახლა არ აყვენ რაღაცა ნერვებს, პროვოკაციებს და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ენერგოტონუსი არის დავარდნილი. კიდევ რა არის აქ გასათვალისწინებელი? ну, რა თქმა უნდა, ახლა ვერძების პერიოდია და ეს ცეცხლოვანი ნიშნები, რაც არის მშვილდოსანი და ლომი, უფრო გააქტიურდებიან, იმიტომ რომ პლანეტების უმრავლესობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ახლა ვერდში, მაგრამ აქ ერთი მომენტი არის გასათვალისწინებელი, ვინედან მარსიც, ანუ ომის, ბრძოლის პლანეტა დგას ვერდში, ეს თავის მხრივ ზრდის კონფლიქტურობას. ანუ უფრო მეტად მოუთმენლები ვხდებით. ну, ეს ყველაზე აქ ამას ასე თუ ისე გავლენა, იმიტომ რომ მარსი ითვლება პირად პლანეტად და მაინც ასე თუ ისე ყველაზე აქვს გავლენა, ხო? ხა, იმაზე უფრო ექნება გავლენა, რა თქმა უნდა, ვისაც მარსის პირად რუკაში ისედაც ვერდში აქვს, ხო? ანუ მარსის დაბრუნება გამოდის, მაგრამ ასე თუ ისე მაინც თითოეულ ჩვენგანზე ექნება ამას გავლენა. უფრო მოუთმენლები ვხდებით, უფრო სწრაფები, უფრო გვინდება სპორტი, ფიზიკური აქტივობები დავუშვათ, ხო, კამათი, პოლემიკა, რაღაცა აგრესიული ენერგიებიც არის რეალურად, ხო, ეს ვერძმა მოიტანა, ეს ბევრი ვერძის
გავლენა როცა არის პლანეტარულად და ეხლა ბავშვები რომ იბადებიან ამ დღეებში ისინი ასეთები იქნებიან, ხო? ძალიან ამბიციურები, ძალიან აგრესიულები მომენტებში, ძალიან სპორტულები, ძალიან პირდაპირები, ცეცხლოვანი ბავშვები იბადებიან მოკლედ ეხლა ამ პერიოდში. ხო, ძალიან საინტერესო პერიოდია მაგ კუთხით ნამდვილად. პლანეტების უმრავლესობის შეერთება გვაქვს ახლა რა თქმა უნდა ეს მერკური მარსის, მერკური სატურნის, ვენერა ურანის, მარსი სატურნის შეერთება არის. აი ვენერა ურანის შეერთებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ძალიან საინტერესო ასპექტია. ურანი თავის მხრივ არის პლანეტა რევოლუციონერი, პლანეტა სიახლეების, არასტანდარტული პლანეტაა ძალიან და რა იცის ახლა ვენერა ურანის შეერთებამ უეცარი რაღაცა სასიყვარულო სცენარები. ანუ შეიძლება ახლა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში რაღაცა უეცრად რაღაცები შეიცვალოს პირად ურთიერთობებთან მიმართებაში. ამათ როლს ფინანსებთან მიმართებაში. ახლა ვერ ვიტყვი რომ ფინანსური ინვესტიციებისთვის კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადი ენერგიებია ახლა ფინანსებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ვენერა ურანის შეერთება მიცის ზოგადად ეს არაპროგნოზირებადობა. ამიტომ ვინც ფიქრობთ ახლა რაღაცა ინვესტიციებს ცოტა ფრთხილად უნდა გააკეთოთ. კი შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ ფრთხილად, იმიტომ რომ ეს ვენერა ურანის შეერთებამ რა იცის, აი ყველაფერი მიდიოდა სტაბილურად და უცბად შეიცვალა და წავიდა საპირისპირო მიმართულებით. ხო, რაღაცა არაპროგნოზირებადი მოვლენები მოხდა მოკლედ, ხო? ამიტომ ვისაც გაინტერესებს დაუშვათ ბიზნეს კონსულტაციები, ხო, რომ გაიაროთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ. ახლა საკმაოდ აქტუალური საკითხია და ბევრი მოდის მაგ კითხვებით, რომ აი მარიამ მინდა ინვესტირება დაუშვათ ამ და ამ ბიზნესში და რა პერიოდში მიიღებს დაუშვათ და ასე შემდეგ. აი ამ თარიღების გამოთვლას, ხო, თქვენთვის ინდივიდუალურად, როდის არის კარგი ინვესტირება, ან ახალი ბიზნესის დაწყება, დაუშვათ ან ბიზნესის გაფართოება და ასე შემდეგ. ეს თემები ძალიან აქტუალურია და შეგიძლიათ ამაზეც მოგმართოთ არა პრობლემა, ხო? უბრალოდ უნდა მოგწეროთ, რომ მინდა ბიზნეს კონსულტაცია 1 საათიანი და კი ბატონო ვაკეთებთ მსგავს კონსულტაციებს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ახლა ვენერა ურანის შეერთება, ეს არის უეცარი ახალი ნაცნობობა, ეს არის ახალი შანსებიც ფინანსური, მაგრამ ეს არის არაპროგნოზირებადობა. აი ვის დაუშვათ ხართ ურთიერთობებში, ხო, აი სასკოლო ურთიერთობაში შეიძლება რაღაც არაპროგნოზირებადი სიტუაცია მოხდეს, ამის გამო იყოს კონფლიქტი და ასე შემდეგ. ან პირიქით, ეხლა უცბად მოგინდათ დაოჯახება დაუშვათ. ანუ ეს ურანის ენერგიები არის ძალიან არაპროგნოზირებადი. მოკლედ შეიძლება რაღაც წამოგიაროთ და უცბად მოგინდათ ისეთი რაღაცა რაც ადრე არ გინდოდათ. ამიტომ აი ძალიან საინტერესო პერიოდია მაგ კუთხით, მაგრამ აი რა რჩევას მოგცემთ. ეხლა ვინაიდან ძალიან იმპულსური პერიოდია, ეს ვერძის ენერგია რო არის დომიცილში, ხო? ანუ ეხლა ბატონობს მაინც ვერძის ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ კუროში ამ მზე იმდენად ბევრი პლანეტაა ვერტში და თან მარსი არის ვერტში, ხო, თავის ნიშანში გაბატონებული, მაინც ვერძი ბატონობს ეხლა. არ უნდა აყვეთ თქვენს ვნებებს, თქვენს იმპულსებს ახლა, იმიტომ რომ ძალიან მაცდური პერიოდია მაგ კუთხით. შეიძლება ახლა ისეთი რაღაცა გააკეთოთ, რომ მერე ინანოთ, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, ესაა ჩემი რჩევა. ახლა განსაკუთრებით ვისთვის არის ცოტათი რთული პერიოდი. ეს არის სასწორი. რა თქმა უნდა, სასწორი, იმიტომ რომ სასწორი არის ანტაგონისტი ნიშანი, ანუ საპირისპიროდ მდებარე ნიშანი ვერძისთვის. ამიტომ ყველა სასწორს ვურჩევ. ხა გექნებათ ცოტა უენერგიობა, ცოტა გაღიზიანებადობა, რაღაცა არაპროგნოზირებადობა შინაგანი, ხო, რაღაცა არასტაბილურობის განცდა. ამიტომ ეხლა არ არის მთლად კარგი პერიოდი ტიპიური სასწორებისთვის, ხო, არც ფინანსური წარმოწყობებისთვის, არც რაღაცა სასწავლო ურთიერთობების დაწყებისთვის დაუშვათ, ხო? მაგრამ აი რა რჩევა შეიძლება მივცეთ ახლა სასწორებს, ხო, რომ აი არ დაითრგუნონ მაინც და მაინც, ხო? რა გავაკეთოთ? ეხლა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ეს თქვენი შინაგანი ჰარმონია და ბალანსი, ხო, რაც სასწორის თემა არის ისედაც, ხო, ეს შინაგანი ჰარმონიის და ბალანსის ძიება და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არ აყვეთ რაღაცა პროვოკაციებს, არ შეხვიდეთ კონფლიქტებში და რაც ყველაზე მთავარი არის სასწორს ახასიათებს ერთი ძალიან საინტერესო თვისება. ხა ბევრს ეს აღიზიანებს, მაგრამ თან ძალიან ფილოსოფიური და სწორი, ეს აიწონა დაიწონა პრინციპი, ხო? თავად სასწორის სიმბოლო რაც არის. აიწონა დაიწონა. ეხა ეს აიწონა დაიწონა პირიქით კარგია.
თქვენთვის სასწორებო. ანუ სანამ რაღაცას მოიმოქმედებთ, ბევრი იფიქრეთ ახლა ამ პერიოდში. ძალიან მაცდური პერიოდია და ძალიან კონფლიქტური პერიოდია განსაკუთრებით თქვენთვის სასწორებო. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რაღაცას გააკეთებთ. ხო, რაღაცა ნაბიჯს გადადგავთ. ეს რჩევა სასწორებს აუცილებლად. ანუ ეხლა ეს თქვენი ანალიტიკური გონება, რაღაცების გადაფასება, ეს აიწუნა მომენტები პირიქით წაგადგებათ, მოკლედ, ხო? ამის თქმა უნდა, თუ სხვა პერიოდში ეს ცოტა ხელშემშლელი ფაქტორია წისვლისთვის, ეხლა პირიქით გამოგადგებათ თქვენი ეს თვისება, რომ ეს ვერძის ენერგიები, ხო, რაც გაბატონებულია ეხლა, ასე ვთქვათ, ჩვენს გარშემო, ცოტათი დააბალანსოთ, ხო, თქვენ ცხოვრებაში. ნამდვილად ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდია მე თან კომპიუტერთან ჩემოვალ მეგობრებო. ეს გავასწოროთ. რომ ვნახო. კომენტარები არ მიჩანს ხოლმე ტელეფონიდან. რატომღაც და ამიტომ კომპიუტერით შემოვალ. ამ წლის ენერგიებზეც უნდა ვისაუბრო კიდევ. ძალიან გარდამტეხი წელია, ხო, როგორც ყველა ვხედავთ ახლა, რაც ხდება თუნდაც ჩვენს ქვეყანაში და ასე შემდეგ, ხო? მე მახსოვს გითხარით ჯერ კიდევ წინა წელს, რომ უნდა გავიხსენოთ ყველამ 2017 წელი, თქო, რატომ ვამბობდი ახლა ამას? იმიტომ რომ ზუსტად რომ 2017 წელმა დაიწყო ახალი 9 წლიანი ნუმეროლოგიური ციკლი, ხო? პროგნოსტიკის მიხედვით. და 2026 წელმაც იგივე გააკეთა ახლა, ხო? ანუ ახალი ციკლი დაიწყო. ამიტომ ზოგადად რა ახასიათებს მატრიცას, ხო? რა მატრიცაშიც ჩვენ ვართ. ეს არის განმეორებადობა. ანუ რაღაცები ჩვენ ცხოვრებაში მეორდება ციკლურად, განსაკუთრებით თუ ეს სიტუაციები კარმულად დატვირთულია და კარმულად მნიშვნელოვანი და საბედისწეროა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიხსენოთ ჩვენი 2017 წელი, რა ხდებოდა 2017 წელს და გადმოვიტანოთ ამ პერიოდში ყურადღება. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცეები ციკლურად განმეორდეს, ხო, რაც ხდებოდა 2017 წელს თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ეს გაიხსენეთ ყველას ეხება ახლა ეს, ხო? ძალიან საინტერესოა, რომ პარალელი გავავლოთ. მოკლედ რა ხდებოდა მაშინ ჩვენ ცხოვრებაში და რა ხდება ახლა. და რა დასკვნები გამოგვაქვს იმ კარმულ გაკვეთილებზე, რაც იყო 2017 წელს. ანუ ეს უფრო დაგეხმარებათ, რომ შეამსუბუქოთ თქვენთვის ამ წელს მოსulis რაღაც ახალი კარმული გამოწვევები და გაკვეთილები. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. და კიდევ მზის მდებარეობაზე კუროში კიდევ უფრო მეტად მინდა გავამახვილო ყურადღება რა ენერგიები მოიტანა, ხო? ეს ვერძი გავიგეთ, რომ გაბატონებულია რაღაც პერიოდით, კი ბატონო. მაგრამ ეს მზე რომ არის ახლა კუროში რა მოიტანა ამან და როგორ შეიძლება სწორედ გამოვიყენოთ ეს სოლარული ანუ მზის ენერგიები იმისთვის რომ აი ჩვენთვის რაღაცა დადებითი სიტუაციები მოვიზოთ ცხოვრებაში. ესე იგი მზე კუროში რასთან არის კავშირში ხა? ჯერ გავიხსენოთ ზოგადად ეს ზოდიაქალური წყობა. თუ პირველი ნიშანი, ანუ ვერძი, ეს არის დრაივი, ეს არის იმპულსი, ეს არის რაღაცა ჩვენი შინაგანი ბავშვი, რომელსაც რაღაცა უნდა, ხო? რაღაცა იმპულსებს აყოლილია ამ შემთხვევაში და არ არის იმდენად პრაგმატული, ხო? ეს ტიპიურად ვსაუბრობთ ვერძის ენერგიებზე ზოგადად. კურო, რომელიც არის უკვე მეორე ნიშანი, უკვე აი რისი მომტანია, ეს არის უკვე რაღაცა გონივრული წინასწარ დაგეგმილი პრაგმატული გათვლები. ეს არის მატერიალური რესურსებისკენ მეტი ყურადღება.
ეს არის დამიწებულობა, რომ აი ჩვენ უფრო დამიწებულები და პრაგმატულები ხდებით მოკლედ მზე რომ არის კუროში. ანუ ეხლა კარგი პერიოდია იმისთვის, რომ დაალაგოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ფინანსური მანიფესტაციები შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგვიძლია რომ დავუშვათ ვიფიქროთ ბიზნესის გაფართოებაზე ან წამოწყებაზე, ხო, უბრალოდ ვიფიქროთ, არ არის აუცილებელი დაიწყოთ, მაგრამ აი ფიქრი, აი ამისთვის იდეალური ენერგია, იმიტომ რომ კურო, როგორც პირველი მიწის ნიშანი, როგორც ფიქსირებული ხარისხის მიწის ნიშანი, ხო, ანუ ეს არ არის რაღაცა მუტაბელური მიწა, როგორც ქალწული და ცვალებადი, ეს არის ფიქსირებული, სტაბილური მიწის ნიშანი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს კუროს ენერგიები გამოვიყენოთ ახლა იმისთვის, რომ რაღაცა სტაბილური ფუნდამენტი ჩავუდოთ ჩვენ ცხოვრებას, ჩვენს მომავალს. და რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი დღე ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ შევხვდათ ხვალიდელი, ზეგინდელი და ასე შემდეგ. ხო, ანუ რა ქმედებებიც იქნება ჩვენი მხრიდან დღეს, ამას ექნება გავნა ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ჩვენს მომავალზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს კუროს ენერგიები, ხო, მზე კუროში ზუსტად მაგაზე გვაფიქრებს, რომ მე რამდენად პროდუქტიული ვარ მატერიალური თვალსაზრისით, მე რამდენად რაღაცა უსაფრთხო გარემოს ვიქმნი იმისთვის, რომ ვიყო მშვიდად მე რამდენად მომთმენი ვარ. იმიტომ რომ კურო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მომთმენ ნიშნად, ხო? ამიტომ ეს მოთმინება, ეს რაღაცა პრაგმატიზმი, რა თქმა უნდა ეს მატერიალური კომფორტის სიყვარული, ეს რაღაცა ჰედონიზმი, ეს საკითხები, ეს ყველაფერი მოდის ახლა წინა პლანზე და ჩვენ შეგვიძლია რომ მზის ეს ტრანზიტი ჩვენთვის დადებითად წარმართოთ, ხო? ანუ ის კი არა რომ გავზარმაცდეთ და მარტო კომფორტზე ვიფიქროთ, არამედ ის რომ აი ეს კი კომფორტზე ვიფიქროთ, შევიქმნათ კომფორტული რაღაცა გარემო, მაგრამ ამავდროულად დავგეგმოთ მომავალი. ხო? მომავალი, რომელიც იქნება უფრო მყარი, უფრო სტაბილური. და ეხლა ისე დროში ვცხოვრობთ, რომ სტაბილურობის განცდა არ არის არსად, მეგობრებო, ხო? ეს ხშირად არის ხოლმე რაღაცა წუწუნი. გვიყვარს ქართულებს წუწუნი, რომ აი ჩვენს ქვეყანაში არის მარტო თითქოს რაღაცა ისეთი არასტაბილურობა. მეგობრებო, რომელ ქვეყანაშია დღეს სტაბილურობა მითხარით? საფრანგეთშია სტაბილურობა, იტალიაში თუ ამერიკაში, სად არის სტაბილურობა, თუ ჩინეთში საერთოდ, თუ ავსტრალიაში არის სტაბილურობა, არსად არაა სტაბილურობა, ყველგან არის რაღაცა გადაწყობა, ყველგან არის ქაოსი, თავისი პრობლემები ყველა ქვეყანას აქვს. ამიტომ ეს უნდა გავითავისოთ, რომ ეხლა არ ვიცხოვრობთ სტაბილურ პერიოდში. ზოგადად პლანეტაზე ვიბრაციები ხო პლანეტის სიხშირე იცვლება, ეს ფიზიკოსებიც ამბობენ ახლა, თუნდაც ეს მეტაფიზიკის დოქტორმა მითხრას, ხო ჯერ კიდევ 10 წლის წინ, რომ აი მარიამ, აი მალეო ისეთი რაღაცები მოხდებოდა დედამიწაზე, იმიტომ რომ პოლუსები იცვლებაო და ეს კვლევებმა დაადასტურა. და აი მართლაც ასე არა, აი კლიმატი რატო იცვლება? რატომ არის ასეთი გამყინვარება ეხლა აპრილის ბოლოს თბილისში? ანუ არ მახსოვს რომ მსგავსი რაღაც ყოფილიყოს, ხო? კლიმატი იცვლება მთლიან პლანეტაზე. ის კი არა რომ მაინც საქართველოში იცვლება და თბილისში ლოკალურად. იცვლება კლიმატი, პოლუსები იცვლება. ეხლა ვართ ძალიან გარდამტეხ ეპოქაში. ეს არ არის მარტივი ეპოქა, მეგობრებო, ხო? ამიტომ რაც უფრო მეტ სტაბილურობას და თუნდაც სტაბილურობის განცდას მაინც შევიქმნით ჩვენ თვითონ ჩვენ ცხოვრებაში, უფრო მშვიდად იქნება ჩვენი ფსიქიკა, ხო? ანუ ეს ფსიქოლოგიური ეს წნეხი რაც არის, ხო, ეს ქაოსის და რაც არასტაბილურობის განცდის გამო, ხო, რაც არის გარემოში, ხა მთლიანად სამყაროში, მთლიანად სოფლიოში არის ახლა ეგ, ხო? არა მხოლოდ ჩვენთან. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს კუროს ენერგიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავმიწდეთ, უფრო პრაგმატულები გავხდეთ და უფრო მეტად რაღაცას უსაფრთხოების განცდა შევიქმნათ, ხო და სტაბილურობის განცდა. ეს ყველა სჭირდება მეგობრებო ახლა, ხო? იმიტომ რომ ამის სერიოზული დეფიციტი არის ახლა. თან ნახავი ხარ, რაღაც უნდა დავარეფრეშო, თორე მიჭედავს რაღაც კითხვები უნდა ვნახო თქვენი. სატურნი ვერჩი. ხო, სატურნი ვერჩი გვაქვს ახლა, რა თქმა უნდა. ეს ვერძებს ეხება, უმეტესწილად ვერძებისთვის არის კარმულად მნიშვნელოვანი წელი, ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ახლა ვერძებს, თავის ცხოვრებაზე უფრო
პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, უფრო დისციპლინირებულები უნდა გახდნენ, ხო, ეს მაგას ნიშნავს, ხო, სატურნი ზოგადად როგორც მკაცრი მასწავლებელი ამას ითხოვს ვერძებისგან. და კიდევ ვისაც სატურნი ვერძში აქვს პირადრუკაში, მათ აქვს სატურნის დაბრუნების პერიოდი, 3 წლიანი ციკლი ეხლა. და სატურნის დაბრუნების პერიოდი ვიცით, ხო, რომ არის კარგულად ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი. მე რამდენი სახში დაგიბრუნდათ მაგასაც აქვს მნიშვნელობა, რა ასპექტირებები აქვს დაუშვათ დებლთან, პლუტონთან, იუპიტერთან და მზესთან თუნდაც ან სხვა პლანეტებთან, მაგასაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ აქ ტრანზიტული რუკა გვეხმარება, რომ ეს ყველაფერი დავიჭიროთ, მოკლედ ეს ნიუანსი. შემდეგი კითხვა კუროზე ორიოდე სიტყვით. კუროზე ორიოდე სიტყვით კი არა, იმდენი სიტყვა ვთქვი კუროზე, მოკლედ მთლიანად დავახასიათე არსი. ასტროლოგიური არსი კუროს ნიშნის, მოკლედ, იმდენი ვისაუბრე კუროზე. ამიტომ შეგიძლიათ გადაახვიოთ. კი ბატონო. ამ მშვილდოსანიო, მშვილდოსნისთვის პრინციპში არაა ცუდი პერიოდი, ეხლა გაჩი ამ მშვილდოსნის პირადრუკას. რას გულისხმობ ეხლა ვინაიდან მშვილდოსანი არის მეზობელი მორიელის, ხო? ეხლა ხო თქვით რომ მორიელებს ისეთი პერიოდი აქვთ, ასე ვთქვათ, ენერგოტონუსის დავარდნის. თუ დავუშვათ მშვილდოსანი ხართ და გაქვთ ვენერა მორიელში, რაც ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ ვერ ვიტყვით რომ ფინანსურად მაინც კარგი პერიოდია, იმიტომ რომ მზე გვაქვს ეხლა კუროში ანტაგონისტ ნიშანში. ამიტომ მაინც ინდივიდუალურად თქვენს პირადრუკას გააჩნია, მაგრამ ზოგადად თუ ვისაუბრეთ, თუ ტიპიური ხართ დავუშვათ, ხო? მშვილდოსანი და ბევრი მშვილდოსნის გავლენა პირადრუკაში ძალიან აქტიური და დინამიური პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ ეხლა პლანეტების უმრავლესობა არის ვერძში, როგორც უკვე ვახსენეთ, ხო? ამიტომ ვისაც ლომის გავლენა აქვს ვერძის მშვილდოსნის, მათთვის ძალიან ისეთი დინამიური, აქტიური პერიოდია, კარგი პერიოდია თვით შემეცნებისთვის, თვით რეალიზაციისთვის, სპორტისთვის, იმისთვის, რომ რაღაცა წამოიწყონ, მაგრამ ეს წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი თქვენთვის ინდივიდუალურად სწორ პერიოდში მოხდეს და აი ამის გამოთვლა ხდება თქვენი დაბადების თარიღის წლის მიხედვით, ხო? აი ტრანზიტების და თუნდაც ბიორითმების ანალიზით. ამიტომ ეს თარიღის გამოთვლის სერვისი ჩვენ გვაქვს და შეგიძლიათ მოგხვდეთ, ვისაც გინდათ კონკრეტულად ინდივიდუალურად აი თქვენთვის ეს მორგებული თარიღები, რომ გამოითვალოს დავუშვათ როდის არის კარგი საკეისრო თუნდაც ხო ეხა ვინც ორშულად ხართ და გეგმავთ საკეისროს ხო მაგასაც ვაკეთებთ არაერთი დამნი გეგმავს ეგრე საკეისროს თარიღი და კიდევ ბიზნესის დაწყების თარიღი დავუშვათ ემიგრაციის თარიღი მოკლედ ყველაფრის თარიღი ოპერაციის თარიღი თუნდაც კი ბატონო ეგ სერვისი გვაქვს და ეხლა გონივრულად უნდა მივუდგეთ მაინც აი ამ საკითხებს განსაკუთრებით 2026 წელს უკვე ადამიანი წინასწარ თუ არ გეგმავს რომ აი რაღაცა კარგ პერიოდში გაიკეთოს ან ოპერაცია ან წამოიწყოს ბიზნესი ნუ ეს უკვე რაღაცა არასწორი საქციელია მეგობრებო იმიტომ რომ ეხლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ წინასწარ დავგეგმოთ ასეთი რაღაცები მით უმეტეს გვაქვს ამის საშუალება ხო ანუ პლანეტები ციური სხეულები ზეცა გვიკარნახებს როდის არის უკეთესი რომ მე რაღაცა პრობლემები არ შეგექმნათ ხო შესაბამისად ამის საშუალება თუ გვაქვს რატომაც არა რომ წინასწარ ვიყოთ შეიარაღებულები და გაფრთხილებულები და ერთ საკითხს მინდა რომ კიდე კომენტარი გავაკეთო, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ თანამედროვე ეპოქაში ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ის ეპოქა, ხო? და ეხლა ძალიან ბევრს დაობენ და მსჯელობენ უკვე წავიდა მოკლედ ეგ ტენდენცია რომ საუბრობენ რა პროფესიების ჩანაცვლება შეუძლია ChatGPT-ის სამომავლოდ. მოკლედ და რაღაცა კომენტარებიც ვნახე ხოლმე ინტერნეტში, რომ აი რაღაცა ChatGPT-მ ესე გამიკეთა რუკის ანალიზიო და პროგნოზიო და ასე შემდეგ. და ეგეთ რაღაცებს ძალიან მეცინება და ეხლა რატო გეტყვით მეგობრებო, ხო? ნუ რა თქმა უნდა ეხლა რაღაც საკითხებში ეხლა ყველას გამოგვიყენებია ChatGPT, იმიტომ რომ არის უფრო სწრაფი, მაგრამ აი ნახეთ მე დავტესტე თავის დროზე ChatGPT, რამდენად კარგად იცის ასტროლოგია და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ გარტყმაში არა ასტროლოგიის.
მე ხო ზეპირად ვიცი ხა ჩემი რუკა და ჩემი მდებარეობები და ასპექტები. ხა თავიდან 14 წლის რო ვიყავი ადრე დენიკინის დროს მოკლედ მაშინ დავიწყე ჩემი რუკით ჯერ ხო აი ჩემი რუკა შევადგინე და დავიწყე ჩემი რუკის ანალიზი და ზეპირად ვიცი ყველაფერი მოკლედ ჩემს თავზე ხო პლანეტარულად ასტროლოგიურად ხა ჩემი რუკა ვიცი ზეპირად ანუ არ მჭირდება რომ შევადგინო თავიდან და ჩავიხედო ყველა სახლი გრადუსი მინუტი ასპექტი მოკლედ ყველაფერი ვიცი ხო ჩემი და დავტესტე მოკლედ ახლა ChatGPT რომ მეთქი ახლა ეს რო ამბობს ეს ხალხი რომ მიდგენსო რუკასო ძალიან კარგად აი აბა ერთი თუ შეადგენს სწორედ მეთქი ჩემს რუკას უთხარი ჩემი მონაცემები ისე დავადებს თარიღი წელი ქალაქი საათიც ვიცი ჩემი და საათიც უთხარი და აბა შემიდგინე რუკა მეთქი და რა თქმა უნდა შეადგინა რუკა მაგრამ რა რუკა შეადგინა ეს იყო სრული აბსურდი ჯერ ეს ერთი 4 პლანეტა დამიწერა არასწორად აი მაგალითისთვის გეტყვით თქვენს იგივეს დაგიწერთ. აი მაგალითად რეალურად თქვენ პირად რუკაში გაქვთ ვენერა მერწყულში დაუშვათ, ხო? დაგიწერთ ვენერა თხისრგაში გაქვთო. გაქვთ მარსი ლომში, დაგიწერთ მარსი კირჩხიბს, ან მარსი ქალწულს, ხო? მოსაზღვრე ნიშნებს, ანუ ვერ ითვლის სწორედ. არ ვიცი რატო აქ ეგ ხარვეზე, მაგრამ ფაქტია რომ 4 პლანეტა დამიწერა არასწორად. პლუს ხა, კაი, არასწორად დაწერა ჯანდაბას, მაგრამ განმარტებებსაც ხო წერს რაღაც სამ სიტყვიან სისულელეს. წავიკითხე და ეს იყო სრული აბსურდი. ანუ ეს იყო იმდენად რაღაცა ზედაპირული, რაღაცა არ ვიცი მე საიტებიდან ამოღებული ზედაპირული ინფორმაცია არანაირი სიღრმე არ გააშვა და არანაირი კონკრეტიკა, რომ ეს იყო სრული სისულელი და რა ვიცი ახლა ვისაც მაინც გჯერათ ChatGPT-ს რომ შეუძლია რომ რაღაცა ასტროკონსულტაცია გაგიწიოთ ადეკვატური, ну რა ვიცი, კარგით მიდით მაშინ, მაგრამ გეცოდინება არასწორი პლანეტები და თქვენი არასწორი რუკა და განმარტებაც არ აქვს სწორი. ანუ გიმარტავთ რაღაცა ძალიან ზედაპირულად. და არ ითვალისწინებს რუკის მთლიანობას. ხა, რატო არის ჩემი აზრით ეს პროფესია უნიკალური, ხო? ეზოთერიკოსი რო ხარ და ასტროლოგი. იმიტომ რომ ეხლა მე ვითვალისწინებ არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანს ვენერა აქვს ასწორში და მარსი რაღაცა მორიელში. მე ვითვალისწინებ მთლიან რუკას, ანუ შემიძლია მთლიანად შევხედო რა ვიბრაციებში ადამიანი ეხლა რა პერიოდს გადის. აი ესა თუ ის პლანეტა და ასპექტირება როგორ ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე. ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს საშუალება, რომ აი ასე ვრცლად განიხილოს თქვენი რუკა ყველანაირი ასპექტით. ანუ ეს არის ფაქტობრივად აი როგორ ავხსნა ახლა ეს არის როგორც რობოტი, რომელსაც არ აქვს რაღაცა ფართო ხედვა. ძალიან აი ასე შეზღუდულად უყურებს ყველაფერს მოკლედ ChatGPT, ხო? ანუ რაც ინფორმაციაც არის მცირედ ჩატვირთული მასში, მარტო იმის ფარგლებში ასე ვთქვათ შეუძლია რომ პასუხი გაგცეთ, მაგრამ ასტროლოგია ეს იმდენად ვრცელი სფეროა, რომ შენ თუ არ გაქვს ფართო ხედვა და არ შეგიძლია რომ მთლიანად რუკა დაინახო ადამიანის და მიხვდე რა ფსიქოტიპია და რა გავლენა აქვს დაუშვათ აი ამა თუ იმ კარმულ კომბინაციებს მის ცხოვრებაზე, ხო, ეს ასტროლოგიურ კომბინაციებს შენ ვერ გაუწევ სათანადო ასტროლოგიურ კონსულტაციას. და ChatGPT-ს ეს არ აქვს. ანუ ეს არის რამდენიმე წელია არსებობს, არის სრულიად ახლად შექმნილი და არ აქვს ჯერ კიდევ ისეთი ინფორმაციები და გამოცდილება, რომ ეგ გააკეთოს. ამიტომ ამაზე კომენტარი მინდოდა გამეკეთებინა, მოკლედ რომ მე თვითონ დავტესტე, მაინტერესებდა. არასწორად ითვლის ჯერ ეს ერთი და კიდე თქვენი რუკაც რო ჩაუგდოთ მდებარეობებით, მაინც რო წაიკითხავს განმარტებები აქ ძალიან მცირე, ანუ ძალიან მცირე და ზედაპირული და არ გაძლევთ რაღაცა იმ სიღრმეებს, ასე ვთქვათ, რისთვისაც თქვენ დავშვათ მოდიხართ კონსულტაციაზე. ანუ ვერ გაგიწევთ ისეთ ვრცელ და სრულფასოვან კონსულტირებას ChatGPT და თუნდაც არ ვიცი კიდე რა ხელოვნური ინტელექტებია ნებისმიერი აიღეთ, მაინც ყველა ერთია, ვერ გაგიწევთ ამას. ნუ შეგიძლიათ ვცადოთ, არა პრობლემა. მეორე ვიცი რომ აი გააკეთებინა ხოლმე და რაღაცა მე თვითონ შეამოწმა რაღაცა სხვა პროგრამით
შევიდა საიტზე და გააკეთა და მიხვდა რომ ერთი 5 პლანეტა არასწორი გამოუთვალა ChatGPT-მ და დავუშვათ რაც სწორი გამოუთვალა იმის განმარტებები მაინც არ იყო სწორი. იყო რაღაცა სისურელი ძალიან ზედაპირული და ძალიან ზოგადი რაც ყველაფერზე წავა რეალურად. ამიტომ არ ვიცი ხა თქვენ თუ გინდათ ხარისხიანი კონსულტაცია ცოცხალი ადამიანისგან მოაზროვნე ადამიანისგან მიიღოთ და ამდენწლიანი გამოცდილება რომ აქვს კი ბატონო მოდით კონსულტაციაზე თუ გინდათ რაღაცა ზედაპირული ინფორმაცია და 50-50-ზე რო არის ან გაარტყავს ეს ChatGPT სწორედ ან არა მაშინ მიდით ChatGPT-თან არა პრობლემა მაგრამ არასწორ ინფორმაციებს რომ მოგცემთ მე უკვე თქვენ თავს დააბრალეთ ანუ ამის თქმა მინდოდა ეხა იმიტომ რომ აი ძალიან გამეცდა რამდენიმე კომენტარი შემხვდა რომ აი რა საჭიროა ასტროლოგიური კონსულტაციაო ChatGPT თუ აკეთებს ეხა რას აკეთებს ეგეც ხო საკითხავია ანუ რაღაცეებში ნამდვილად კარგი არის ChatGPT მაგალითად მათემატიკურ გამოთვლებს იდეალურად გაგიკეთებთ ხო რაღაცა თუ გაინტერესებთ სტატისტიკის შედგენა მაგებს აკეთებს მაგრამ რაც ეხება ფსიქოლოგიას ხო დაუშვათ ასტროლოგიას და ეზოთერიკას ეს სფეროები კარგად არ იცის საერთოდ მე დატესტილი მაქვს, ვიცი რაზეც ვლაპარაკობ, არ იცის. ასტროლოგია ხო საერთოდ არ იცის. ისეთი სისულელები მომწერა ხოლმე რაღაცებს განმარტება რომ თქვი, აბა გამიმარტეთ ხო რომ გამეცინა. ანუ და მე რომ შევუსწორე რომ არ ხარ მართალი თქო დავეთანხმა. მოკლედ, არ ვიცი. თქვენი ცხოვრების ნამდვილად თქვენ იცით, თქვენი არჩევანი უნდა გააკეთოთ, რომ აი რა გირჩევნიათ, რომ რაღაცა ChatGPT-ს ენდოთ, რომ ვერ მიედავებით და ვერაფერი, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ფაქტობრივად რობოტია, ხო? ეხლა რობოტს როგორ მიედავები, ეხლა მე არასწორ რჩევებს რომ მოგცემს, ეხლა ცოცხალ ადამიანს მოსთხოვ მაინც მე პასუხს, რომ დავუშვათ ეს თუ გამომითვალე, რატო არ გამოვიდა, ხო? ამიტომ რა ვიცი, მე თქვენს ადგილას არ გავრისკავდი, მაგრამ არიან ასეთებიც, რომ უყვართ, რომ ChatGPT-ს კითხონ ყველაფერი. და ავიწყდებათ, რომ ეს ChatGPT არის რამოდენიმე წლის შექმნილი სულ რაღაც. ანუ ჯერ კიდევ ფაქტობრივად იტესტება, ეხლა ნახეთ, ჩვენ რო ვიყენებთ ჩვენიდან, ჩვენი კითხვებიდან და ასე შემდეგ, უფრო მეტი ინფორმაცია იტვირთება მერე პროგრამაში. ფაქტობრივად ეხლა ტესტირებას გადის ChatGPT ჩვენზე, იტესტება ხა კაცობრიობაზე. ის კი არა რომ სრულფასოვანი და სრულყოფილი არა, იტესტება ჯერ კიდევ. და ეხლა ასეთ სატესტო ვარიანტს რომ მიენდობი ადამიანი ბრმად, ну რა ვიცი ხა. თავისი შედეგები ექნება. არც თუ ისე კარგი. რაღაცებში შეგიძლიათ რა თქმა უნდა გამოიყენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ იცის კარგად. კი არა და საერთოდ ისე შთაბეჭდილება მაქვს ხოლმე რომ გარტყმაში არ არის. ასტროლოგია არ იცის ChatGPT არანაირად. პასუხობთ ისეთ ზოგად რაღაცეებზე, რომ ყველაფერზე შეიძლება ეგ თქვა, ვენერა მორიელზე შეიძლება თქვა, ვენერა მერწყულზეც და ვენერა თხისგაზეც. ანუ ისეთ განმარტებებს გაძლევს, რომ უნივერსალურად და ყველაფერზე მიდის. ხო, მაგის თქმა მინდოდა, იმიტომ რომ იმდენად გამეცინა ხოლმე ეს რამდენიმე კომენტარი შემხვდა ეგეთი და რომ იმე ChatGPT მიკეთებს კონსულტირებას და მეცინება. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა პირველ რიგში შედგენისთვისო, ვარ კურო, სადურნე მერწყულში თუ შეიძლება რომ თან როგორი პერიოდი ახლა და რა უნდა გავთვალისწინო, მადლობაო. აჰა, კი ბატონო. ხო, ესე იგი კურო, სადურნე მერწყულში. ეხლა სადურნე არ გვაქვს მერწყულში, ამიტომ პრინციპში ვერ ვიტყვით რომ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი მდებარეობა ეხლა. რამდენიმე წლის წინ მქონდა, ეს იყო კოვიდის პერიოდი. კოვიდის პერიოდში იყო ბოლოს. კი, კოვიდის პერიოდში მქონდა სატურნი მერწყულში, მაშინ გიქნებოდა დაბრუნება ზუსტად სატურნის, ეხლა არ არის. და ის რო კურო ხართ მზით, კი ბატონო, ეხლა თქვენი პერიოდია ესე იგი, მაგრამ ეს ცოტა მწირ ინფორმაციას მაძლევს, ეხლა მზით კურო და სატურნი მერწყული ბევრი ადამიანი იქნება. ეხლა გააჩნია მთლიანობაში პირად რუკას და უფრო ვიტყოდი რომ ტრანზიტულ რუკას გააჩნია, ანუ უფრო მწირ ინფორმაციას იძლევა ეხლა ეგ. ეხლა მზე კუროში რო არის, კი ბატონო, თქვენთვის კარგი პერიოდი იქნება წესით.
თუ არ არის რაღაცა ნეგატიური ტრანზიტები პირად ტრანზიტულ რუკაში, ხო? ანუ ერთი წლის პროგნოზი რო დგება, ეხლა ჩვენ ვაკეთებთ მაგას, ტრანზიტული რუკა ქვია. აი, ეგ უფრო კარგად გვეუბნება რა პერიოდია ეხლა თქვენთვის. და მე გამიკეთებია კიდეც მიკვეთავენ, აი 3 წლის ტრანზიტული რუკა წინასწარ გამიკეთებია 2 წლის, 1 წლის. მაგრამ საკითხავად ძალიან ბევრია ნამდვილად. ჯერ 1 წლის გამოდის ხოლმე მინიმუმ 45 გვერდია 1 წლის ტრანზიტული რუკა ჩვენთან და გააჩნია ტრანზიტებს, ხა ზოგს ისეთი ტრანზიტები აქვს ხოლმე 60 გვერდამდეც ადის რეალურად. ანუ ყოველ თვიური ის არის პროგნოზი დაწერილი. ხო, თვეების მიხედვით გაწერილი მოკლედ პროგნოზი. ძალიან საინტერესო სერვისი ხა, ვისაც გაინტერესებთ უფრო პროგნოსტიკა, მაშინ ბედის მატრიცაშიც არის პროგნოსტიკა. ანუ არკანების მიხედვით, კიდევ პროგნოსტიკა შედის, ნუმეროლოგია რო არის სერვისი, იქაც შედის, ცალკე იწერება პროგნოზი, ტრანზიტულ რუკაში შედის პროგნოზი და კიდე კალენდარში. აი, ეს ამდენი სერვისი გვაქვს პროგნოზს რაც მოიცავს მოკლედ. აი, 1 წლის კალენდარი არის ნეგატიური და პოზიტიური დღეების გამოთვლა ინდივიდუალურად თქვენთვის. მაგრამ კიდევ არის ასეთი მომენტი, რომ ზოგს ურჩევნია ხოლმე რომ წერილობითი კი არის კითხოს დაუშვათ, ეხლა მე ჩამერთოს და აი კონსულტაციით განვიხილოთ მოკლედ ეს პროგნოზი და მაგასაც ვაკეთებთ ხოლმე. უბრალოდ 1 წლის პროგნოზი თუ გინდათ, იქ 1 საათიანი კონსულტაცია არ ყოფნის ხოლმე. 2 საათიანს ვნიშნავთ და 2 საათის განმავლობაში მოკლედ მე გეუბნებით, როგორი ტრანზიტები გაქვთ აი ამ 1 წლის განმავლობაში და თქვენს ტრანზიტულ რუკას თავისი პროგნოზით და რაღაცა ყველაზე საუკეთესო პერიოდები, როდის გაქვთ თავშოთ ფინანსური, პირადის მხრივ და ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი მოკლედ ითვლება და ასეთ კონსულტაციებსაც ვაკეთებთ, მოკლედ ვინც დაინტერესებული ხართ დაუშვათ. კი, შეიძლება გაკეთდეს. ახლა ვისაც გირჩევნიათ კონსულტირების სახით მიიღოთ პროგნოზი, ვისაც წერილობითიც გირჩევნიათ, რომ იყოს, გვაქვს წერილობითი ფორმატიც, არა პრობლემა. ეხლა ისეთი ენერგიებია ქაოტური და ცოტა იმპულსური, რომ ძალიან კარგი არის კრისტალების ენერგიებთან მუშაობაც. ხო, დავუშვათ ახლა, ვისაც გინდათ დამშვიდება და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა დავუშვათ, ხო? ძალიან კარგი არის თუნდაც ეს ამეთვისტოსთან მუშაობა, ხო? ამეთვისტოს გვაქვს ჩვენ და ნუ პრინციპში ახლა ყველანაირ მინერალებთან ვმუშაობთ და ვაკეთებთ სამაჟორებსაც და კულონებსაც, ხო, ვის დაინტერესებული ხართ დაუშვათ, ხო? და ჩვენთან არის ენერგეტიკულად უკვე გააქტიურებული და დამუხტული და გაწმენდილი კრისტალები. ამიტომ ეს არის უფრო მომგებიანი დაუშვათ, რომ ჩვენთან შეიძინოთ, იმიტომ რომ ეხლა სამაჯურებით მაგალითად რამდენი მომხარებელია რო გვწერს, რომ აი თქვენთან რომ ვიყიდეო სამაჯურიო დაუშვათ კვარცისო, აი ვარდისფერი კვარცი, ხო, რაც სიყვარულს იზიდავს, აი მართლაც აი სასყოლო ენერგიები მოვიდა ჩემ ცხოვრებაში და აი სხვაგან რომ იყიდიო, ანუ იგივე შედეგი არ მქონიო, აი მართლაც მასე არის, რატო? იმიტომ რომ ჩვენ უკვე ენერგეტიკულად ვმუხტავთ. და მაგიტომ, ეხლა კრისტალი რომ შეიძინოთ ნაღდი თუნდაც სხვაგან ეს თუ არ დამუხტეს სწორედ ენერგეტიკულად არ იმუშავებს, ანუ კი გექნება კრისტალი, მაგრამ არ იმუშავებს მაშინ. ანუ ენერგეტიკულ დამუხტვაში აქვს მთელი საქმე და ჩვენთან არის ენერგეტიკულად დამუხტული. ამიტომ ეხლა ვისაც გინდა დავუშვათ აი ფინანსური კომბინაციაც გვაქვს, ხო, ფინანსების მოსაზრდით დავუშვათ კრისტალების სამაჯურები, ან ენერგეტიკული დაცვა, ან სიყვარულის მოზიდვა, ხო? ჯანმრთელობისთვის, ხო, ჯანმრთელობა რომ უფრო გაგიძლიერდეთ იმუნიტეტი, ხო, მაგის კრისტალებიც გვაქვს. ზოდიაქოს კრისტალებიც გვაქვს, ხო, ინდივიდუალურად თქვენზე იქნება, ოღონდ ეს მორგებული უნდა მოგწეროთ დაბადების თარიღი დაწელი და ინდივიდუალურად გამოგითვლით თქვენთვის აი რა ქვების სამაჯური ჯობია და შევარჩიოთ შემდგომში დიზაინს თქვენთან ერთად. მოკლედ ყველაფერი ეს გვაქვს, ხო, ვინც დაინტერესებულია, შეგვიძლიათ მაგ თემაზე მოგწეროთ. ოღონდ დაბადების თარიღი და წელიც მოგწეროთ, რომ ინდივიდუალურად ვადგენთ ხოლმე, რომ აი თქვენთვის რომელი კრისტალი იქნება უფრო სწორი. ამ შემთხვევაში რომ გამოიყენოთ. ვინც ახლა შემოხვედით მეგობრებო, ვისაუბრეთ მოკლედ რა პერიოდი გვაქვს ახლა ვერდის ენერგიები მზე კუროში შევიდა.
ბევრი საინტერესო სხვა თემას განვიხილეთ და ამ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავთ, ხო ვინც ვერ დაესწრო, რომ ნახოს აუცილებლად. მე კი ყველას ვუსურვებ ახლა წარმატებებს, მშვიდობას, ჰარმონიას, სიბრძნეს და რა თქმა უნდა წინსვლას და იმას, რომ ეხლა ზერო კუროშია რაღაცა სტაბილურობის ენერგიები ჩვენ თვითონ მოვიზიდოთ და შევქმნათ ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო და ვინც დაინტერესებული ხართ დაუშვათ ან კრისტალებით ან რაიმე სერვისებით, ყველაფერზე შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში მეგობრებო, სულიერების გზის მესენჯერში ან შეგიძლიათ მოგწეროთ WhatsApp-ზე, WhatsApp-ის ნომერიც მითითებულია მეგობრებო ჩვენს Facebook-ზე.